Am შაბათ-კვირას ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეა, როდესაც მილიონობით ადამიანი აღნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების 79 წლის თავს. 1 წლით ადრე, ვიდრე ისრაელს სუვერენიტეტი ოფიციალურად აღიარეს. ჩვენ სტუდიაში ვზეიმობ გემრიელი ქოშერული ინდური სუფრით და საყვარელი წყვილით. გთხოვთ მიესალმეთ ლირონ და ბენ ბინიამ ხიამინ ხალიფას ქოშერ ინდიადან. გამარჯობა და მადლობა რომ აქ ხართ. მადლობა. პირველ რიგში თქვენ ძალიან საყვარელი ისტორია გაქვთ. თქვენ თავდაპირველად გაიზარდეთ ორთოდოქსულ ოჯახში ინდოეთში. სანამ ერთმანეთს შეხვდებოდით, როგორი იყო თქვენი ცხოვრება? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ებრაული ტრადიციები და რიტუალები ინდოეთში გაზრდისას და რამდენად ემთხვეოდა ან ერწყმოდა ისინი ინდურ კულტურას? მე ძალიან ტრადიციულ ებრაულ ოჯახში გავიზარდე. ჩვენ ვიცავდით კოშერის წესებს, რაც ერთდროულად რთულიც იყო და მარტივიც. იმიტომ რომ ჩვენ რაბანოთი არ გვყავს, მაგრამ ყველაფერი ვიცით რა არის ვეგეტარიანული და რა არა. ასე რომ ეს ძალიან კარგია. დიახ, ჩემი ოჯახი ძალიან კაცრად იცავს კაშრუთს. შაბათის დაცვა ცოტა რთული იყო, რადგან მუშაობდა ყველაფერი, მაგრამ ხო ქოშერის დაცვა ყველაფრის საფუძველშია. იონტოვი და ყველა დღესასწაული. ასე რომ ძალიან ტრადიციული ებრაული ოჯახია. ეს ისეთი ადგილია, სადაც ადამიანები ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ, რომ იქ გამოცდილებები მიიღონ. შენ გადაწყვიტე ალიას გაკეთება ისე, რომ იქ არ ყოფილხარ. აღმოჩნდი უპალში და მერე შეხვდი ამ ბიჭს. როგორ ხდება? ღმერთს თავისი გეგმები აქვს. შენ გეგმავ, ღმერთს თავისი გეგმები აქვს. ხო. მერე რა მოხდა? შენ დაინახე ის ებრაულის გაკვეთილზე და უბრალოდ თქვი, ღმერთო ჩემო. მე ჩამოვედი 2012 წლის იანვარში. ვარში და მეორე დღეს როცა ჩამოვედი, ის იქ იყო და ეს იყო თითქოს. სიყვარული ერთი ნახვით. კი. და შენ საფრანგეთიდან ხარ, მოდი ეს გავარკვიოთ. და შენთვისაც იყო სიყვარული ერთი ნახვით. არა. როგორ დაგარწმუნეთ, რომ მისთვის შანსი მიგეცა? მე დაგეხმარები. მართლა? ძალიან დამხმარე ხარ. რომანტიკული ფრანგული ხვავილები. კარგი, ეხლა უკვე დაქორწინებული ხარ, გაქვს ბიზნესი, აერთიანებ თქვენ სამზარეულოებს. მოგვიყევი კოშერ ინდიაზე, როგორ გაჩნდა ეს იდეა? მოგვიყევი. ეხლა უკვე ოჯახი გყავს, 4 შვილი გყავს. ყოველ ჯერზე, როცა სახლში ვამზადებთ, გვაქვს ფრანგული სამზარეულო, ალჟირული სამზარეულო, ისრაელის სამზარეულოც, რადგან ისრაელის სამზარეულო ძალიან გვიყვარს და გვაქვს ინდური სამზარეულოც. ჩვენ სახლში გვინდა რომ ბავშვები ყველა კულტურას გახსნილები იყვნენ. ბენი ძალიან უყვარს ხორცი. მე კი ისე არ გავზრდილვარ რომ ბევრი ხორცი მეჭამა. ასე რომ ეს არის როგორც ქოშერ ინდია. ეს დაიწყო იმით რომ გვინდოდა ჩვენ სახლში შემოგვეტანა ინდური ხორციანი კერძები, რაც ისრაელშიც განსაკუთრებით კოშერული ხორციანი კერძები ნაკლებად არის ცნობილი. და მინდოდა რომ ჩემს შვილებსაც ცოდნოდათ, რომ ინდოეთში გვაქვს ხორცი, გვაქვს ყველა სახის სანელებელი და ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი კოშერულია. ანუ აუცილებელი არ არის, რომ ეს იყოს არაკოშერული საკვები. დიახ, მესმის, როცა ინდოეთში ხარ რთულია კოშერული ხორცის პოვნა. საქმე ხორცში კი არ არის, არამედ იმაში, რომ კოშერული პოვნა იშვიათია. ასე რომ თქვენ ძალიან კარგ ნიშას ავსებთ. არც რესტორანი ხართ, არც კეიტერინგი. თქვენ რეალურად გამოცდილებას აძლევთ ხალხს. მაშასე აგვიხსენეთ, რა გვაქვს აქ და რას მიიღებენ ადამიანები, რომლებიც სურთ ისწავლონ, მიიღონ მონაწილეობა და ისიამოვნონ კარგი საჭმლით ამ გამოცდილებიდან, რადგან მე უკვე დავიწყე ჭამა. ჩვენ თავაზობთ რეალურად გამოცდილებას, არა უბრალოდ ჩვეულებრივ კეიტერინგს და არც რესტორანია, როგორც თქვენ თქვით. ჩვენ გვაქვს ღონისძიებები, ადამიანები გვიკავშირდებიან დაბადების დღისთვის, ბარმიცვისთვის, მსგავსი რაღაცებისთვის, ასევე გვაქვს ვორქშოპები, მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს და შემდეგ სახლში ისევ გააკეთოს. დიახ, როგორც თქვით, ხორცი ჩვენი მთავარი მიმართულებაა, მაგრამ ასევე გვაქვს ვეგეტარიანული, ვეგანური, ჰალალი, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანებზე. ასევე გვაქვს კორპორატიული ღონისძიებები, საოცარია. და როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ, საკობის მრავალფეროვნება მთავარი არ არის. მე თვითონაც მიჭირს თუ თელ-ავივში არ ხარან. იცი, რთულია მრავალფეროვნების პოვნა, ასე რომ ვფიქრობ ხალხი ამას სიამოვნებით იღებს. დიახ, უმეტესად ძალიან კალ გამოხმაურებებს ვიღებ ადამიანებისგან, რადგან ზოგიერთი კერძი, რომელიც წლების განმავლობაში ჩემს ოჯახისთვის შევქმენი, ახლა ყველასთვისაა. მაგალითად, ბატერ ჩიკენი. დიახ, კარგი, გითხარი რა გვაქვს? ხო. კარგი, მაშასე. ბატერ ჩიკენს ტრადიციულად აქვს კარაქი და соуსი, მზადდება ნაღებით და სხვა ინგრედიენტებით. მაგრამ კოშერული ვერსიის გამო მე სრულიად შევცვალე რეცეპტი. და აი ამას ვამბობ. ერთგვარი სასადილო ხელსაწყოა. რა? დიახ. ჩანგალი არ მაქვს. კარგი. ასე რომ ეს არ არის ის, რასაც ესე მარტივად გააკოშერებდი. არა. არა. აბა რა გააკეთე მის მოსამზადებლად? და მე თბილი ვარ. ასევე, კიდევ ერთი რამ არის ის, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, ბევრს გონია, რომ ინდურ საჭმელში იოგურტის ჩასანაცვლებლად ქოქოსის რძე უნდა დაამატან. მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ყოველთვის არ არის საჭირო მისი გამოყენება. ქოქოსის რძე ან ნაღები. ეს ძალიან გემრიელია. ძალიან მიხარია რომ გაგიცანით. თქვენ საოცარი წყვილი ხართ.
გისურვებთ ასეთ. ორივენი შესანიშნავად ართმევთ თავს. გმადლობთ. დიდი მადლობა თქვენ ორივეს. ორივეს. დიდი მადლობა.